მოგესალმებით, მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი და ასევე ჩემი დაბრუნებაც ამ არხზე, რადგან 2 წლიანი პაუზის შემდეგ ეს არის ამ ფორმატით პირველი ვიდეო. დღეს მოვამზადეთ ქათმის კატლეტებს ძალიან მარტივი რეცეპტით, არ სჭირდება ბევრი ინგრედიენტი, გამოდის უგემრიელესი, ძალიან უხდება როგორც სხვადასხვა გარნიშს, ასევე კარგია ბურგერისთვის. მოკლედ, გირჩევთ რომ უყუროთ ამ ვიდეოს ბოლომდე, ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი და სცადოთ. დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც ერთ-ერთი ფავორიტი რეცეპტი გახდება. პირველ ეტაპზე ქათმის ფილე გავატაროთ ხორცაკებ მანქანაში. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ სამზარეულოს კომბაინი, ასეც ძალიან კარგი გამოდის. ბურთს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ რამდენიმე წუთით. ამასობაში დარბილდება, კარგად გადავწუროთ, მოვათავსოთ ჩოპერში, ხახვთან, ნიორთან და კვერცხთან ერთად. დავაჩოპეროთ, ვაქციოთ ერთიან მასად და დავუმატოთ მომზადებულ ფარშს. მოვაყაროთ გემოვნებით პილპილი და მარილი და კარგად გადაბურიოთ. შეზავებული ფარშისაგან მოვამზადეთ სასრული ფორმისა და ზომის კატლეტები. შეგიძლიათ ამოავლოთ ცოტაოდენ ფქვილში, ან პირდაპირ კოცის დახმარებით დასვათ გასაყინად შერჩეულ ჭურჭელზე, რომელსაც წინასწარ უნდა გადააკრათ სამზარეულოს ცელოფანით. ერთი-ორი საათის განმავლობაში ასე სათითაოდ დალაგებული გაყინეთ კატლეტები, შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ გადაიტანოთ სხვა ჭურჭელში და ასე მოათავსოთ საყინულეში. დღეისათვის კი სულ ეს იყო, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ დღევანდელი რეცეპტი, თუ ასე გთხოვთ რომ გამოვხატოთ ეს მოწონებს გლასზე და წყაბებით, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენი მხარდაჭერა. ასევე თუ ჯერ კიდევ არ ხართ არხის გამომწერები, გამოიწერეთ, რადგან წინ გემრიელი და საინტერესო რეცეპტები გელოდებათ. დროებით.